ჯერ მოკლედ ვიტყვი სხვაგვარად. სოფლად თითოეული თქვენგანი ყოფილა, უმრავლესობა თქვენგანი. მე მაგალითად ყოფილ ვარ ზაფხულობით 2-3 თვით დავდიოდი ზემოიმერულ ერთ-ერთ სოფელში, ორ სოფელში, მაგრამ ერთში უფრო ხშირად. უზარმაზარი ეზო გვაქვს იქ. ეზოში ვერთობოდით ხოლმე მე და ჩემი ხნის ბიძაშვილები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ნათესავები, დიდი უზარმაზარი სახლი გვაქვს. უზარმაზარი საერთო სახლი მეთქი, ცხადია ესე გაყოფილი ოთახ-ოთახ თითოეული მიკრო ოჯახისათვის. საერთო საბზარეულო გვაქვს და ბავშვები ვილხენდით ხოლმე ახლა ჩემი შვილის თაობა და უფრო უმცროსებიც, პირველი შვილის თაობა და უფრო უმცროსებიც ხშირად დადიან სტუმრობენ და ჩემი ასაკის, ჩემი თაობის, ჩემი გარე ბიძაშვილებიც იქ არიან ხოლმე ზაფხულობით, უბრალოდ მე არ ყოფილვარ კარგი ხანი. როცა გამოვდიოდით ხოლმე ამ დიდი უზარმაზარი კარ-მიდამოდან არის ესეთი სოფლის შარა გზა, ორღობე გზა, რომელიც ასაკვირველია, ახლა მოასფალტებულია, მაგრამ მაშინ იმხანად 30-35 წლის წინ სულაც არ იყო ასეთი მოვლილი მოწესრიგებული და ბუნებრივია ამ სოფლის მიწაყრილ შარა გზაზე, ორღობე გზაზე დადიოდა ხოლმე საქონელი და ახლაც დადის. ანუ ძროხები დადიოდნენ მარტივად რო ვილაპარაკოთ. მე მიადგებოდნენ ხოლმე თითოეულმა საიდან იციან მეთქი ხანდახან კი არა ხშირად ვამბობ ხოლმე ამას ვისი რომელი სახლია, მიადგებიან ხოლმე ხანდახან თავითაც ესე ურქენენ, რქებით ურქენენ და შედიან ხოლმე, ყველას გვინახავს ეს კადრი ხამე განსაკუთრებულს და ახალს არაფერს ყვევი და ჩვენ ახლა დიდი სოფლის დიდი კარ-მიდამო კი გქონდა, მაგრამ ხანდახან პურზე რძეზე კომუნისტების დროს რძეც კი იყიდებოდა ამ სოფელში, კინოთეატრიც კი ამო გქონდათ ხოლმე ფილმებს უჩვენებდნენ, ბირჟაზე რაღაც სკოლის კლდე ექვია, შენი სახლიდან კარ-მიდამოდან რაღაც 700-800 მეტრში სკოლის კლდეა იქ და იმავე ტერიტორიაზე არის ძველი სასაფლაო და ასევე არის რაღაც ფეხბურთის მოედანი და ასე შემდეგ სკოლის კლდე გადასახედი იმერეთის ზემოიმერეთის შედარებით დაბლობისაკენ ზემოიმერული საოფლეების და ამ სოფლიდან ხო და დავდიოდით ხოლმე და თითოეული ჩვენგანი ცხადია და ეხლა უცნაურ ამას ვიტყვი ცდილობდა რომ ნეხში არ ჩაებოტებინა ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ ან მე ან ჩვენ ნეხში არ ჩაგვიბოტებია მაგრამ ცდილობდით კია იმიტომ რომ უნდა აცდე ამ მოსაქმებულს საკონელისა ხო ძროხისა პოლიტიკური ვიდეობლოგია ეს ჩემი მაგრამ აი ესე უცნაურად ვიწყებ საქართველოს პოლიტიკური ვიდეობლოგია და პოლიტიკურ ნაწილზე გადავდივარ საქართველოს არის ნეხვის სახელმწიფო საერთაშორისო აღქმით სოფლიო დემოკრატიების ან ცივილიზებული სამყაროს აღქმით და ყველა ამ ნეხში ჩაბოტებას ნეხთან ურთიერთობას ასე ვიტყვი ერიდება საქართველოს არის მეთქი ამას რომ ვამბობ სულაც არ გულისხმობ მის ხალხს მისი ხალხი პირიქით ეს ხალხი დროშა აღმართულია მაგრამ სამწუხაროდ ეს ხალხიც ამ ნეხში ცხოვრობს ნეხში მოსაქმებულში ბიძინა ივანიშვილის მიერ ნატურალისტურად აღვწერ რომელიმე ერთი მაგალითი უნდა დავასახელო იმდენი მაგალითია ერთმანეთზე მნიშვნელოვანი რაც ადასტურებს ჩვენს ნეხვის სახელმწიფოობას ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოს გულისხმობს ცხადია ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენით და მეოხებით შექმნილ საქართველოს ძალისხმევით შექმნილ საქართველოს გულისხმობ რომ რომელიმე ერთის ამორჩევა ხო ძალიან გამიჭირდება ბოლო დროინდელი ამბებიდან კორუფცია დაჭერები ერეკლე მეორის ძეგლი რომელიც ერეკლე მეორესაც არ გავს და რომელსაც ხმალი არც უჭირავს არც დაშვებული და არც ზეაღმართული და რომელიც მადასტურებელია იმისა რომ ესენი მიდიან უკიდურეს გამწვავებაზე დასავლეთთან და ბარემ ვიტყვი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გუშინაც თქვი ეს თუ არ ვწდები ლაივ ჩართვაში ესენი აპირებენ პირველი ევროკავშირისაგან მოითხოვენ წარმომადგენლობის დახურვას შესაბამისად ელჩის გაწვევას და გერმანიის ელჩს ალბათ გააგდებენ ამ ქვეყნიდან და დაელოდებიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ახალი ელჩის დანიშნას. სხვა სახელმწიფოებიც შეიძლება ყავთ რიგში, ხო? მაგრამ აი გერმანიის ელჩს განსაკუთრებით და ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის მისიას განსაკუთრებით არიან გადაკიდებულნი. ესენი შეიძლება იმაზეც კი წავიდნენ ესენი მეთქი როცა ვამბობ ყველას ცხადი არ გულისხმობ ერთს გულისხმობ ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იმაზეც კი წავიდეს რომ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა გერმანიასთან. მაგრამ ეს არის ერთი მაგალითი.
მეორე მაგალითი ამაზე მძიმეა, მესამე კიდე ორივეზე მძიმე, მეოთხე ყველაზე მძიმე და ასე შემდეგ. ეს არის ნეხვი ხელისუფლება, კი ბოდიშებთ. ასაკვირველია, რომელიც კეთროვანია სხვისთვის და არავინ მასთან ჩაბიჯებას თუ მასში ჩაბიჯებას, მოკლედ, მისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებს. ეს დადასტურდა მათ შორის შეერთებულ შტატებში, როცა პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი უვიცი, ამათ გაუშვეს და უწერეს წერილი 1 2 3. მათ შორის ის წერილიც გაატანეს, რომელიც ვითომ და ყაველაშვილმა შექმნა და რომელიც ადრესატიც იყო თუ არის დონალდ ტრამპი და უთხრეს, რომ ტრამპს როცა შეხვდები ამ წერილს გადასცემო, მაგრამ პროტოკოლის ტრამპის და არა მხოლოდ პროტოკოლის მეოხებით ძალისხმევით მეცადინეობით ჩასაკარტოჩკებელი, ჩასაფოტოგრაფებელი, ხო, ფოტოებული შეხვედრაც კი არ შედგა ყაველაშვილსა და ტრამპს შორის, ხელიც კი არ ჩამოურთმევია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რო შემდგარიყო, ლიჩნიკები, ანუ პირადი ფოტოგრაფები წაყვანილი ხავდა პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილს და ბუნებრივია აიღებდნენ ერთ კადრს ფოტოს ან ორ კადრს ვიდეოს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. იმიტომ რომ აკი გითხარით, ეს შეხვედრა როგორც ასეთი არ შედგა. სამაგიეროდ, ვაჭრობის მინისტრი თუ არ ვწდები, ყაველაშვილმა გამოიჭირა ამავე შეხვედრაზე და ყაველაშვილმა თქვა, უთხრა საკუთარ ფოტოგრაფებს, ახლა მოვატრიალებ მე ამ პატიოსან კაცს და თქვენ ფოტო გადამიღეთ, რათა მერე უკვე პროპაგანდისტურ არხებზე გავრცელებული იყო ეს ფოტო და ბანდიტებს ნეხვიან, სუნიან ბანდიტებს ეთქვათ, კვაცრავად მე ასე აღვწერ და შეგნებულად ქმედებ, ასე გულახდილად გეტყვით. რომ იმიტომ ამბობ უფრო კარგად ეს აღვწერ, იმიტომ რომ კარგად გაიგოთ. სუნიან პოლიტიკურ სულსგულის ცხადია. ბანდიტებს ეთქვათ, რომ აი ნახეთ ჩვენთან ურთიერთობას აფყარებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაო, ისიც კი გადაუცია ყაველაშვილს ვაჭრობის მდივნისთვის, რომ ჩვენი და თქვენი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა და გადაეცით ტრამპს, რომ ჩვენ გველოდებით ურთიერთობის გადატვირთვას და ძალიან გვიკვირს, რომ ეს ურთიერთობები არ არის აქამდე გადატვირთულიო და ვერ გაუგია ყაველაშვილს, უпроსტად მის ნაჩალსტვას მოსკოვიდან და აბასტუმლიდან, თბილისიდან, ჭორბილიდან ვერ გაუგიათ, რომ ესენი უკვე აღარ არიან, უკვე კარგახანია აღარ არიან, მაგრამ ბოლო პერიოდში მით უფრო აღარ არიან პირები, რომლებთანაც ურთიერთობას ვინმე შეგნებულად დაიჭერს. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პოლისებში თუ დერეფანში ვინმე ოდესმე არ გადაეკვეთება და ვინმე ოდესმე ამ გადაკვეთის შემდეგ არ ჩააკარტოჩკებს, ანუ ჩააფოტოებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ამას ამ სახელდახელო კი არა, ეს სახელდახელო არ ქვია. ნაუცბადებს შეხვედრას, ხო, დერეფანში გადაკვეთას არ შემოგვასაღებენ თითქოს რამ ურთიერთობა დაამყარეს ვინმე სერიოზულთან, თორემ მე აქ ვუჩიჩთან ურთიერთობას არ გულისხმობ, ყაველაშვილი ბანდიტისა. ეს არ ნიშნავს ამას, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ნეხვს, პოლიტიკურ ნეხვებთან ურთიერთობას ყველა ერიდება. მადასტურებელი არის არა მხოლოდ ის, რომ ყაველაშვილი, რომელიც თუ იყო იმ ვახშამზე სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც გავიგე. ყაველაშვილი ამ ტრამპის ეგიდით გამართულ ვახშამზე ტრამპს ვერც მიუახლოვდა, მადასტურებელი არის ისიც, რომ უკვე შემდგომ და იმავე პერიოდში, იმავე საათებში მარკო რუბიომ გამართა შეხვედრა სადილი ვახშამი ტრანსატლანტიკური სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უმასპინძლა 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს. დამსწრეები, რასაკვირველია, იყვნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ვინც ადეკვატურია. უყურეთ, ვისაც სუნი ნეხვის არასდის. ვინც შეიძლება ვწდება გარკვეულ შემთხვევებში, განა არა. მაგრამ ტრანსატლანტიკური ერთობა ძვირფასია დასავლეთისთვის და კონკრეტულად შეერთებული შტატებისთვის და ამგვარ არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრებს და გზავნილების გაცვლას და საერთო მესიჯების ჩამოყალიბებას და თამაშს ერთმანეთთან და საერთო სტრატეგიაზე ფიქს და საერთო სტრატეგიის შემუშავებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ცხადია, იყვნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები, კონკრეტულად საგარეო საქმეთა მინისტრები, აი მაკა ბოჭორიშვილი განსხვავებით ყაველაშვილისაგან, რომელიც მაღალი ალბათობით მაინც იყო ტრამპთან რაღაც ვახშამზე, ოღონდ უბრალოდ ამის მადასტურებელი ფაქტი არ აქვს ყაველაშვილს, სიტყვას არ დაუწერია, ეთქვა ვერ დაუწერეს. განსხვავებით ყაველაშვილისაგან, მაკა ბოჭორიშვილი იქ არც იმყოფებოდა. ნახეთ რა ხდება. ერთის მხრივ ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროკავშირისა იქ და ასოცირებული წევრებისა
არ მიიწვიეს მაკაბოჭორიშვილი. თავად საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას უთხრეს, რომ ელჩის დონეზე შეგიძლიათ იყოს წარმოდგენილიო, მაგრამ ამ ბანდიტმა ბოჭორიშვილმა თქვა უარი ელჩსაც არ გამოვაგზავნით, თუ ანუ მთლიანად ამოვარდნილია ევროპული კონტექსტიდან საქართველო და ამოვარდნილი როა თავის თავს უნდა დააბრალონ და პასუხისგებელი დასაკვირველია ბანდა ხელისუფლებაა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სოფლად გარდაქმნის ამ აი ნეხვი უმრავლეს შემთხვევაში არის სოფელში და სოფლად დიდ ნეხვად გარდაქმნის ქვეყანა საქართველოს მე სოფელს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არც საქონელს ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ თავად ნეხვი არის ცუდი რა. ვიდრე ნეშომპალად არ იქცევა. კარგი. ესე იგი ყავილები ივანიშვილი ამას აპირებს, ბოჭორიშვილი იქაც არ მიუშვეს და არ მიუშვეს ანუ ლუქსემბურგის შეხვედრაზე და ეხლა ხონდა მას იმედი, რომ ნიუ-იორკში რუბიოს ეგიდით გამართულ ვახშამს კი დაესწრებოდა. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც იყო, კაია კალასის იყო უაღრესი წარმომადგენელი ევროკავშირისა და წარმოიდგინეთ თქვენ იყო წარმოდგენელი ამ ტრანსატლანტიკურ ვახშამს, ტრანსატლანტიკური ერთობის საგარეო მინისტრ ვახშამზე რუბიოს ეგიდით გამართულზე წარმოდგენილნი იყვნენ მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებიც ნატოსთან პრაქტიკულად არანაირ ურთიერთობაში არ არიან. აზერბაიჯანი, სომხეთი კიდე რაღაც აი ბჟუტა ურთიერთობაშია. აზერბაიჯანს არანაირი ურთიერთობა პრაქტიკულად არ აქვს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, მაგრამ მარკო რუბიომ გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანის წარმომადგენელიც დაეპატიჟა ამ ვახშამს. საქართველოს სად არის? რაზე იბსჯელეს? ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზე მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, ნატოს წევრების ვალდებულებაზე თავდაცვის ხარჯების გაზრდისაკენ დიახ, სომხეთის ლიდერს პაშინიანს ეუბნებიან, რომ შენ კი არა ხარ ნატოს წევრი, უკრაინას ეუბნებიან, მოლდოვას ეუბნებიან. თქვენ კი არა ხართ ნატოს წევრი, მაგრამ ჩვენ ვზრდით ჩვენივე უსაფრთხოებისათვის ხარჯებს. 5%-მდე აზრდებინებს პრეზიდენტი ტრამპი ხარჯებს. დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი როგორ ღას დასრულდეს, ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა შვეიცარიის ინიციატივა, თურქეთის ინიციატივებზე, რომ აღარაფერი თქვათ. ჩინეთის მავლე-გავლენაზე, ანუ ის ქვეყნები, რომლებიც ემანდ მოექცნენ ან შეიძლება თამაში თამაშობენ ჩინეთთან დასავლეთი ეუბნება მათ რომ მაინც და მაინც დიდ კოჰაბიტაციაში ნუ შეხვალთ, იმიტომ რომ მოცემულ ეტაპზე შეერთებულ შტატებს მკვეთრი პოზიცია აქვს და უფრო მკვეთრი შეიძლება იყოს ჩინეთთან მიმართებაში, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რეალურად აწარმოებს რუსეთში ომს, რუსეთთან ესე ვიტყვი, იყენებს რა რუსეთს დასავლეთთან, მოდი ესე ვიტყვი, უფრო ჯობია და უფრო გასაგები რო იყოს, დასავლეთთან აომებს რუსეთს. და ჩინეთი დასაკვირველია ზურგს უკან დგომი სახელმწიფო. რუსეთის ზურგს უკან. თანამშრომლობაზე ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობისათვის, იმიტომ რომ აქ გარდა სირიის საკითხისა, ეგრა მაგის პასუხია უკრაინა და სირია ძალიან ადეკვატური სახელმწიფო ხდება. მე როგორ გავბედო ახლა, მაგრამ ინვესტიციების შესვლის და დასავლეთის ასევე ადეკვატურობის გათვალისწინებით სირია მის ოდინდელ არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ოდინდელ, აი არც დიდი ხნის წინანდელ ძლევამოსილებას საკიერა სტატუს, რეპუტაციას დაუბრუნდება, თუ საბოლოოდ იქნება აღმოფხვრილი ის პრობლემები, რომლებიც არის. და რომლებიც ამ ფართო გეგმით რეგიონში არის, ეს არის ასაკურველი ჰამასის პრობლემა, ასევე, რომელიც სირიასთან ახლა უკვე ნაკლებ კავშირშია, ეს არის ასაკურველი ჰეზბოლას პრობლემა, ეს არის ჯერაც არსებული ირანის პრობლემა. და ეს არის კიდე ერთი პრობლემა, რომელზეც არავინ ამახვილებს ყურადღებას, კიდე ორი სამი პრობლემა, მაგრამ ერთი ესეთია, თურქეთისა და ისრაელის შეპირისპირება. მე მგონია, რომ ორი სახელმწიფო დაალაგდება ერთმანეთთან, მე მგონია, რომ ბიბი ნეთანიახუს ვნებები ცოტა ტრანსფორმირებული იქნება ღაზასთან არა, უფრო ესე უნდა ვთქვა, უფრო ფართოდ პალესტინასთან მიმართებაში ტრანსფორმირებული იქნება გარკვეული ძალისხმევის შედეგად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ისრაელს გაუვიდეს ყველაფერი. თუმცა ასევე წარმოუდგენელია, რომ ჰამასს გაუვიდეს რამე, თუნდაც განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ. მოკლედ ამაზე სილაპარაკეს პრეზიდენტის და ისაუბრეს თემაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებულ გზაზე, ანუ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ამ შეხვედრაზე მაკაბოჭორიშვილი არ იყო მიწვეული და მე დავსვამ კითხვას. კარგით. ჩავთვალოთ, რომ ბიზინა ივანიშვილი და მისი ბანდა ყველაფერში მართალია და ყველა სხვა, მოდი ესე ვიტყვით, 100 სახელმწიფო, არა 210, არამედ 100 სახელმწიფო, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ვინ არა, მასთან ბიზინა ივანიშვილთან ცდება. ამათ, ანუ იმ სახელმწიფოებს, მტყუან სახელმწიფოებს ქართული ოცნების ამომრჩეველთა ნაწილის აზრით.
აქვთ ერთი უზარმაზარი, ერთი არა, ბევრი უზარმაზარი რესურსი. რომ საქართველოსთან ურთიერთობა არ დაამყარონ და ამით საკუთარ თავს პრობლემები არც შეუქმნან, არც შეექმნება ბრიტანეთს თუ საქართველოსთან ურთიერთობები არ ექნება. აი საქართველოს რა პრობლემები შეექმნება იმ შემთხვევაში თუ ის კოლექტიურ დასავლეთთან ურთიერთობას გაწყვეტს საბოლოოდ. გეკითხებით თქვენ, როგორი ურთიერთობა იქნება ჩამოყალიბებული? საქართველოს ბუნებრივია უნდა ეძიოს სხვა, თუნდაც ჟღერს, მაგრამ პატრონი. ეს პატრონი ბიზნა ივანიშვილისეული წარმოდგენით რასაკვირველია რუსეთია, მაგრამ რუსეთს გაგიკვირდებათ და აღარ სცალია და აღარც მომავალში ეცლება ისე, რომ საქართველოს შეინა ბიზნა ივანიშვილის საქართველოს შეინახოს, სულ 7 მილიარდი ამოიღოს ბიზნა ივანიშვილმა და დახარჯოს 1 წლის განმავლობაში, ეს ხო არ მოხდება, მაგრამ 1 წლის განმავლობაში თუ გვეყოფა, ისიც ძალიან დიდი გაჭირვებით, რომ გაკოტრდეს. რუსეთის გარდა ჩვენი ბიზნა ივანიშვილის ნეხვის სახელმწიფოს პატრონი შეიძლება იყოს ჩინეთი, პარტნიორი თუ გდებავთ ასე ვიტყვი. მაგრამ ჩინეთისთვის საქართველოს 120 ხარისხოვანია. 120 ხარისხოვანი ქვეყანა, მათ შორის შუა დერეფნის კონტექსტშიც კი. და ტვირთების გადატანის კონტექსტშიც კი ჩინეთიდან დასავლეთისკენ. იმიტომ რომ ჯერ ერთი სხვა ალტერნატივებიც არსებობს, რკინიგზო გზები სხვა თუ არაფერი და არა მხოლოდ ჩრდილოეთ ერეფანს გულისხმობ, არა, სხვასაც გულისხმობ. ჩრდილოეთ ერეფანი მაინც რაღაც საზღვაო ინფრასტრუქტურასთან, შუა ერეფანი მაინც საზღვაო ინფრასტრუქტურასთან მიბმულია, რომელიც ჩვენ კატასტროფულ მდგომარეობაში გვაქვს იცით თქვენ ფოთის ამარავად დარჩენილი ბიზნა ივანიშვილის მეოხებით და ძალისხმევით არა აშენა რა განაკლია, მაგრამ ამასაც დავიდავანებ. ჩინეთი ჩვენთან იმართებას ჩვენს გამო დასავლეთს არ დაეტაკება. ჩინეთი არ უპატრონებს საქართველოს, არ დაადებს თათს და არ გადაიკიდებს დასავლეთს, თუ დასავლეთი მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქართველოს სრული კეთროვანობის დაობაზე. გარდა ამისა, საქართველოსში უნდა შემდგა, ეს ხო არ არის ესე რომ მარტო მიადგა ტვირთი. ტვირთის წამღებიც ხო უნდა იყოს, შუა ერეფანზე თუ ლაპარაკობთ მაინც და მაინც და საქართველოსში არ შემოვა არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს გემი, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ეს დასავლეთისა, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება კეთროვანიც არ არის, არის ნეხვი ხელისუფლება. ხელისუფლება წოდებული ბანდა. და საქართველოს განეხვებულია, თქვათ გულახდილად ვიტყვი, ამ ბიზნა ივანიშვილის პირობებში და ბიზნა ივანიშვილის გამო. ეხლა მე გეკითხებით, რუკას რომ დავხედოთ. ეს ყველაფერი დავხედოთ ზემოდან. ეს ყველაფერი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს? მე თუ მკითხავთ არა. მე თუ მკითხავ არ შეიძლება, მე თუ მკითხავთ არ შეიძლება იყოს ერთი ნაცრისფერიც არა, ნეხვისფერი ქვეყანა ამ სოფლიო ამ რუკაზე, ამ ნაწილში ან უფრო გლობალურადაც, რომელიც გარდა იმისა, რომ ნეხვისფერია, ნეხვის სუნს გამოსცემს. ხო, ნეხვის სუნი, ანუ სუნი, რომელიც ახასიათებს ბიზნა, მახასიათებელია ბიზნა ივანიშვილისათვის და სპეციფიკურია. ძაღე. ბიზნა ივანიშვილი ხომ ძაღე სუნიანი კაცია. აი ახლა ეს მდგომარეობა, ახლა მე ვკითხულობ, მე არ ვიცი გულახდილად გეტყვით 4-ში დამთავრდება თუ არა ეს ყველაფერი. მე ვიცი უბრალოდ, რომ ჩვენ სამარად ჟამოს სიცოცხლეში ვართ, იმისა და გამო, რომ ბიზნა ივანიშვილმა ასეთ ქვეყანად აქცია საქართველოს. მათ შორის ვერაცნობიერებენ, მაგრამ მაინც ის 30% დაახლოებით, რომელიც უჭერს ქართულ რუსულ ოცნებას მხარს. ისინიც სამარადო ჟამო სიცოცხლეში არიან და ნეხვის გაწმენდა მათგან მათ მიერ პრაქტიკულად მოწმენდა პრაქტიკულად შეუძლებელია. არც სურვილი არ აქვს რომ ნეხი მოიწმინდონ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ როდესაც ყველაფერი დალპება, მათ შორის ნეხვიც ამონეშომ პალდება, რითმაც გამოვიდა. მე უკვე რაღაცა ნახან ნეხვის ჭიებიც რომ მოკვდებიან. ნეხვის ჭიები, რომლებიც საზრდოობენ ამ ნეხვით თუ ნეხვში. მე რაღაცა სინათლე გამოჩნდება გარკვეულწილად. და სინათლე რო გამოჩნდება, დედა საიმასქნებელი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინდომებს რომ ჩვენ გაგვანეხვოს. და ჩვენი შვილები უკვე იბრძოლებენ, თქვენი შვილები ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართავ იბრძოლებენ ჩვენთან ერთად თავისუფლებისათვის. და თქვენ დუმილი, ახლა თქვენი არასწორი პოლიტიკაა, თქვენი ნაჩალნიკის ბიზნა ივანიშვილი კგბ-შნიკის, ფსბ-შნიკისაც მეთქი ამას არ ვიტყვი. არასწორი პოლიტიკა გარდაულად გამოიწვევს ჩვენი შვილების სიკვდილს.
ისინი იბრძოლებენ რა საქართველოს თავისუფლებისათვის და შესწირავენ საკუთარ თავს და სიცოცხლეს რუსეთთან ბრძოლას, რაც თქვენ არ გააკეთეთ, თქვენ მოახდინეთ ექსპორტი, ახდენთ ექსპორტს პრობლემებისა მომავალ საქართველოში. მომავალ არანეხვიან საქართველოში. მომავალ არაბიზინას საქართველოში. როცა ჩვენ შეგვეძლო და უკვე წარსულში წარმოვთქვა ამ ზნას, შეგვეძლო ერთად გაგვეღწია დავით და ეხლა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე არ ვიცი რა მოხდება 4 ოქტომბერს. 5-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში თუ 23-ში. ან 23 თებერვალს, ან 27 მარტს. მომავალი წლისა. ამის პროგნოზირება ყველას გვიჭირს, ყველას რიგით დემონსტრანტებს. მე ახლა ვერ გავალ, ცხადია გავალ 4-ში, მაგრამ წინა ხაზში რომ დავდგე და სპეცრაზმიანო გედედე იყოს, თითოეული მათგანი ინდივიდუალურად ბარეშვით ჩემნაირს მოერევა რა საკვირველი. არ ვიცი 7-ს რამდენად, მაგრამ 5-ს ალბათ კი. ამიტომ რაღაც წინა რიგებში მე ვიქნები, მაგრამ აი ესე შუბლით ვერ შევასკდები, ალბათ ფუჭი იქნება შესკდება თორე არ ვიცი, კი ბატონო შევასკდები. იძალებს თუ იძალებს და იძალადებს თუ არა ნეხვი ხელისუფლება. ვერ გეტყვით. მოვიგებთ თუ არა ამ პროცესს, კი არა იმ დღეს, მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი ერთი. რაც უფრო ყოველდღიურად ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა კიდევ უფრო დიდ სუნს გამოსცემს ამკა. კიდევ უფრო დიდ ნეხვში აგდებს ამ ქვეყანას. და კიდევ უფრო უზარმაზარდება ეს ნეხვი. და საქართველოს არ იმსახურებს იყოს ნეხვის სახელმწიფო. საქართველოს იმსახურებს იყოს ძლიერი, ადეკვატური სახელმწიფო. ამიტომ მე ვისწრებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ სჯერათ 4 ოქტომბრისა. მაგრამ ეს მოქალაქეები გადიან ქუჩაში, თუნდაც ამ ლოგიკით ვაიდა რამე მოხდეს. მე ვიცნობ მოქალაქეებს, რომლებიც არ გადიან. მაგრამ თუ არ გადიხართ, იცოდეთ, რომ თქვენ ავტომატურად ხდებით ამ ნეხვის ნაწილი. მომიტევეთ. ნეხვის ნაწილი, რაცა უნდა აპროტესტოთ მერე. საკუთარი ეს მდგომარეობა და ჩვენს მიერ შეძახილი, შეურაცხყოფელი თქვენს მიმართ. პოლიტიკური პარტიებიც არიან, რომლებიც ამ პროტესტს არ უერთიანდებიან და 1000 დემაგოგიურ არგუმენტს იშველიებენ, რომ აი ისიც რა არის გეგმა არ არის. ან მე არ დავდგები ხაბეიშვილის გვერდით ან რაღაც მსგავსი. ნუ დადგებით, ბატონებო. ნუ დადგებით. თუ საქართველოს არ გაიმარჯვებს ამ პროცესში, აი მასაც აღარ ვჩივი უკვე რომ ინდივიდუალური რეპრესიები წავა. არ წავა უკვე. ავიცი, მოვკვდებით. პროცესში, 4-ში კი არა, პროცესში თუ არ გაიმარჯვებს. მე არ მინდა ნეხვში ცხოვრება, ულახდილად გეტყვით. მე არ მინდა რომ რომელიღაც სხვა სახელმწიფო საქართველოს სუნიან ნეხვად. მით უფრო რომ მე არ დამიმსახურ, ჩვენ არ დაგვიმსახურებია ეს. როცა პირველ პირსა და მხოლოდ იცხრილ ლაპარაკობ, მე აქ საკუთარ თავსაც გულისხმობ, მაგრამ უფრო ფართო საზოგადოებას გულისხმობ, ხო ჩვენ თუ გდებოთ ასე ვიტყვი, მრავლობით რიცხვი ვიტყვი. ჩვენ ეს არ დაგვიმსახურებია. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ნეხვში ცხოვრებას. არაობად მიჩნევას. იმიტომ რომ კომპლექსები აწუხებს რუსეთიდან ისედაც მართულ ივანიშვილს ნახვამდის.